ბატონო. კი აი ბატონო. მე მინდა ჩემი ხედვა მოკლედ რომელიც ვაპირებ მაინც მინის გაუგზავნო დღეს ამცალია რა თქმა უნდა ხვალ კიდევ ამცალია ზეგ მივიცლი ალბათ ხო ცოტა მაგას 1 საათი მაინც უნდა მე მაგის გრამატიკულად შელამაზება შეუძლია ჩემ არაერთ მეგობარს მასწავლებელს თუ ისე კოლეგას ჟურნალისტს ესე იგი რა ხდება მე პირველ დავიწყებ აუცილებელია მისმენთ ხო გალბადო მარიკა ჩამოაყალიბ 5 წუთი და ეს რო ამოწყეთ მე აი ვიწყებ მოკლედ მივმართავ ახლა სამინისტროს და მინდა თქვენი აი სამინისტროს თქვენი დახმარებით გალბადო მარიკა სამინისტროს მიეწოდოს ეს ინფორმაცია პირველი აუცილებელი არის პირველი რიგში აუცილებელია დაწყებითი სახელმწიფოს სასწრაფოდ შეიცვალოს მზათავარ ჩავერთო ყველანაირად მონახაზიც და ყველაფერი ეს არის საშინელი მათემატიკაზე არა მარტო საუბარი შეიცვალოს მეორე არითმეტიკა უნდა დაბრუნდეს მეხუთე მეექვსე კლასში და საერთოდ ამოვიდეს იქიდან ალგებრა არითმეტიკა და მისი მეთოდები ნუ მეშვიდეში გადადის ნაწილი ახლა ეს ასეც შინე ასე ადრეც ასე იყო მეექვსეში გადადიოდი თუ ყოველ შემთხვევაში ესე მესამე აუცილებლად უნდა შემცირდეს პროგრამები სახელმძღვანელოები თავიდან ბოლომდე ახლა დროებით სახელმძღვანელო მაინც უნდა შეჩეჩდეს რო იტყვიან პროგრამები უნდა შემცირდეს მე-9 კლასის ჩათვლით დაახლოებით მინიმუმ 20% ზოგში 30%. ამის შემდეგ მე-9 კლასის შემდეგ მე-10 კლასი იქნება ესე იგი კიდევ ერთხელ მოსამზადებელი პერიოდი ან ეს უკვე ტექნიკური მხარე შეიძლება მე-9-დან დაიწყოს ყოველ შემთხვევაში შემდეგ უნდა იყოს მოსწავლის არჩევანის მიხედვით მე-10-ს მერე ალბათ მე-9-ში კიდევ რაღაცა გამოცდებს ჩააბარ იმას საგნებს ისწავლის თავისუფალი არჩევანი მოსწავლემ არჩიოს საატესტატო დოკუმენტი რომ მიიღოს დოკუმენტს სკოლა მაინც არ გაცემს არჩიოს მინიმუმ 4-საგან შეუძლია 5-იც არჩიოს 6-ის და ყველასაგან 4-საგან ამ 4-საგანს რას არჩევს მოსწავლის დანიშნულება ამ 4 საგნის ჩაბარების მიხედვით და ადრინდელი ნასწავლის მიხედვით მოსწავლე ჩააბარებს 2 წლის მერე ან გადანაწილდეს შეიძლება ტექნიკური მხარე ეს ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს ერთიან ცენტრს რომელიც იქნება სანდო და არა ასეთი მამაზაღლი ცენტრი რომელიც დღეს არის რომელიც დიდი ალბათობით მავნებლობას ჩადის სანდო ცენტრს და ამის საფუძველზე აიღებს ატესტატს ალბათ იქნება ქვედაზღვარი თქვა 30%. ვისაც სურვილი ექნება შემდეგ, ოღონდ დაახლოებით 50%-ის ქულა ექნება, ის დააგზავნის თავის მონაცემებს. შეიძლება ევროპამაც მიიღოს უკვე ხო პირდაპირ მაგის მისინება, ან სხვა დაგროვილი რაღაც ექნება, აქტივობები, ხო? დააგზავნის თავის მონაცემებს უნივერსიტეტებში და მეუვა მოწვევა. ჩარიცხვა იმ საგნების მიხედვით, რასაც უნივერსიტეტი პრიორიტეტს ანიჭებს მინიმუმ 3 საგანს უნდა მიანიჭოს უნივერსიტეტმა პრიორიტეტი. აი მაგალითად მათემატიკურს აუცილებლად უნდა მიანიჭოს ფიზიკას და მათემატიკას. აუცილებლად შეიძლება კიდევ ის პროგრამირების საფუძვლები. აი ამას და ან სამედიცინოს კიდევ ქიმიას, ფიზიკას, თუ ქიმიას, ბიოლოგიას და კიდევ ფიზიკას, მათემატიკას დაბალი დონით შედარებით. მეორე დონით და მესამე დონით. უფრო დაბალი პირველი დონი მაღალი იქნება. აი, მაგრამ აქ არის ერთი უნიშნავანესი ფაქტორი. აი ეს მინდა ყველამ გაიგონოს, რომ ამ ცოდნას მოსწავლე სკოლაში, აი ექნება თავისუფალი არჩევანი, დარჩება სკოლაში და უფასოდ მიიღებს თუ არის პირობები. ზოგჯერ მასწავლებელი არ არის იმდან დონი, ზოგჯერ მასწავლებელია და მოსწავლე ვერ ეწყობა მეთოდურად თუ შინაარსობრივად ჯგუფიდან გამომდინარე. თუ სკოლის გარეშე ეს არავის საქმე არ უნდა იყოს. მან უნდა დაადასტუროს მხოლოდ საატესტატო ერთიანი გამოცდა. ანუ მასწავლებელი არ წერს ნიშანს. ერთიანი ცენტრი წერს ნიშანს. იმიტომ რომ მასწავლებელი არ შეიძლება ქუთაისელმა მასწავლებელმა და ვიღაცა ჩხოროწყუელმა მასწავლებელმა რეგიონის ნიშანი დაწეროს. არ შეიძლება ესეთი არ მოხდება. ერთიან გათანაბრდება ყველა ერთიან ნიშანში. ეს 21 საუკუნე. კიდევ ერთხელ გეუბნებით. მოსწავლე რომელიც დაამთავრებს თუ ჩათვლის და თუ იქნება პირობები მისთვის
ხან მისი პირობებია, ხან მოსწავლეების ობიექტურ სუბიექტურ ფაქტორებს არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება სკოლაში. თუ არა და გავა და დამოუკიდებლად ისწავლის, თუ უნდა სწავლა. და ატესტატის აღება, ეგრე არ მინდა ატესტატის აღება კაცო. მაღალი დონის ატესტატის. ესაა გამოსავალი. ამიტომ წინასწარ გეუბნებ, ზოგი დარჩება სკოლაში და იმეცადინებს იმ პირობებით, ზოგი გავა სკოლიდან დამოუკიდებლად თუ ინტერნეტით თუ კერძო მასწავლებლით თუ არაერთი დღეს საშუალება უცხოენებს სწავლობენ ინტერნეტით არაერთ საგანს ისწავლის და დაადასტურებს შემდეგ ამის ატესტატის ერთიან ცენტრთან ჩავა. ესაა განსხვავება. ესაა მოკლე მონახაზი რაც ვთქვი. მე მგონი გასაგებია. კი, აბსოლუტურად და აუცილებლად ამოჭრი ამ ნაწილს ცალკე დავდებ აუცილებლად. ნახოთ, რა ვიცი, იქნება გამოხმაურება კონდეს სამინისტროდან. მე დარწმუნებული ვარ ისმენენ, იმიტომ რომ შესაბამისი სამსახურები ამ ყველა ეთერს უყურებს ხოლმე და ყურადღებით უსმენენ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მიიღებენ ინფორმაციას ხალხში რა ხდება და საზოგადოებაში რა, ასე ვთქვათ, რა ტკივილებია და რა პრობლემებია, მაგრამ კარგი იქნება თუ ამას მერე მოყვება შესაბამისი რეაგირებაც. აი ეს დავდოთ ცალკე. კი ბატონო. კი ბატონო, ბატონ დიმიტრი, ეს საკმაოდ დიდი ხანია უკვე ეთერში ვართ და ალბათ დავასრულოთ უკვე ჯობია, თუმცა მე მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაყურებელსაც მინდა რომ უთხრა, რომ აუცილებლად გააზიარეთ ეს ეთერი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ დღეს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ დამოკიდებულია ამ საკითხებზე ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობების ასე ვთქვათ, ყოფა როგორი იქნება, ამაზეა დამოკიდებული. დღეს უნდა ჩავდოთ სკოლაში ფუნდამენტი იმისთვის, რომ თქვათ 10-15 წელიწადში ქვეყანამ მიიღოს მაღალკვალიფიციური კადრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც იძულებული იქნება დამსაქმებელი საქართველოში ჩაანაცვლოს ეს კადრები ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი კადრებით. ეს საფრთხე გვაქვს. ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ ბატონ დიმიტრი, რომ არ წყვეთ ამ კრიტიკას, არ წყვეთ ამ კრიტიკას და არ უშინდებით არა. მე პატრიოტიზმი მასაუბრებს, ქალბატონო მარიკა, მეტი არაფერი, პატრიოტიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ყავდეს ესეთი წევრები, რომლებიც ილაპარაკებენ და რომლებიც მიუთითებენ ხელისუფლებას იმ შეცდომებზე, რომელსაც ის უშვებს. ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობებით და მადლობა მაყურებელს. გაიხართ.